ქართული ოცნება მოქალაქეებზე ფიზიკური ანგარიშტორების გამო პასუხისმგებლობას არ იღებს. Პირიქით, ძალადობას ამართლებს და კახაკალაძის შტაბის წევრებს, რომლებმაც აქციის არაერთი მონაწილე, მათ შორის ქალებიც სცემეს მხარდაჭერას უცხადებს. თავად კახაკალაძე არც მოქალაქეების შეურაცხყოფას ერიდება. Რაღაც ჯიშის ადამიანები ასე მოიხსენია მისი მხარდამჭერების თავდასხმის შედეგად დაზიანებული ქალები მან. პოლიტიკური ოპონენტები კი ოცნების ძალადობას, პროტესტის მონაწილეთა დაშინების და ძალაუფლების გახანგრძლივების მცდელობებად მიიჩნევენ. სალომე ლაბაძე უნდა შემოგვიერთდეს ახლა პირდაპირ ეთერში, რომელმაც პოლიტიკოსების შეფასებები მოისმინა და გაგვაცნობს. გისმენთ სალომე. დავიწყოთ ქართული ოცნებით დღის ბოლოს, როცა უკვე დაანონსებული აქციის დაწყებამდე მხოლოდ საათები რჩება, ოცნების ლიდერები პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მუქარაზე გადავიდნენ. ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოქალაქეები საპროტესტოდ დღესაც მელიქიშვილის გამზირზე ოცნების საარჩევნო შტაბის მიმდებარედ შეიკრიბებიან და შეიქმნება ისეთი სურათი, როგორიც გუშინ იყო, პასუხიც გუშინდელის მსგავსი იქნება. გუშინდელი მოვლენების შეფასებაში კი კახაკალაძე შეიძლება ითქვას, რომ პარტიის არც სხვა ლიდერები ჩამორჩნენ. განსაკუთრებით საყურადღებო ამ მხრივ ნინო წილოსანის კომენტარი აღმოჩნდა. ჩვენ ნინო წილოსანს როგორც გენდერული საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს და როგორც ქალს თხოვეთ სწორედ გუშინ ქალებზე მომხდარი ძალადობის შეფასება და იმ კომენტარის შეფასებაც, რომელიც ამასთან დაკავშირებით კახაკალაძის გამოვისმინეთ, როცა მან თქვა, რომ აქციაზე იყვნენ არა ქალები, რომლებზეც ძალადობდნენ, არამედ გაურკვეველი ჯიშის ადამიანები. წილოსანმა კი ნაცვლად იმისა, რომ ეს კომენტარი და ქალებზე ძალადობა დაეგმო, თქვა, რომ მას მოძალადეების გაგების სურვილიც კი უჩნდება. კიდევ ერთი რამ, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა ოცნების ლიდერების განცხადებებში და რასაც თითქმის ყველა მათგანის კომენტარში ვისმენთ, არის ის, რომ როგორც ჩანს ქართული ოცნებისთვის განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა პროტესტის ერთ-ერთ ცენტრად საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიის განსაზღვრა, რადგან თითქმის ყველა მათგანი ჟურნალისტების შეკითხვების საპასუხოდ აღნიშნავს, რომ პროტესტისთვის განსაზღვრული სივრცე არის რუსთაველის გამზირი და მოქალაქეები, რომლებსაც სურთ ქართული ოცნების წინააღმდეგ გამოსვლა, უნდა გამოვიდნენ სწორედ რუსთაველის გამზირზე, მელიქიშვილის გამზირზე შეკრება კი მათი მხრიდან ფასდება პროვოკაციად. ოფისში სტატიკურად მყოფ არა გადაადგილებად, არამედ ერთ თავის წერტილში მყოფ ადამიანებს მიუვარდნენ ეს ფაშისტები და პროვოცირებდნენ, მათ შორის თქვენ რომ აი ესე ძალიან საყვარლად ამბობთ, რომ ღეროდნენ. აი ეს სიმღერა გულისხმობს ყველა ქართული ოცნების დედის გინებას. დედის გინებაზე როგორ რეაგირებენ ქართველები, შეგიძლიათ იხილოთ ისტორიულად და ტრადიციულად. პასუხად ძალადობა ნორმალურია? როგორი რიტორიკული ხართ და რიტორიკული და ესეთი ომახიანი. მოკლედ, თქვენ ამ კითხვაში, სადაც იმ მოძალადე ჯგუფებში გამოყოფთ ქალებს, რომლებიც ყველაზე ომახიანად აგინებდნენ ჩვენს მხარდამჭერებს და ყველაზე უმსგავსად იქცეოდნენ მათ შორის და ამით გინდათ, რომ ეს ყველაფერი გაიტანოთ, როგორც ქალთა მიმართ ძალადობა, ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ აყენებთ რეალურად იმ ქალებს, ვინც მართლა ძალადობის ქვეშ არიან ოჯახებში თუ სხვადასხვა პარტნიორულ ურთიერთობებში. ესენი იყვნენ მოძალადეები. ან ტელეფონში სხვანაირად ნამდვილად არ ჩანს ეს ყველაფერი. თავიდან ბოლომდე მოქვს ნანახი ყველაფერი და ეს ადამიანები ფაშისტურ დაჯგუფებაში ფაშისტები იყვნენ ქალებიც და კაცებიც სამწუხაროდ. ფაშისტები იყვნენ ქალებიც და კაცებიც. ერთ დროს გენდერული საბჭოს ამ თემაზე დავასრულე. ადამიანებიც და საზოგადოებაც რომ ვუყურებთ ამას, გარკვეულწილად მართლაც გვიჩნდება რაღაცა გაგების სურვილი, რომ როდესაც იქეთა მხარე ესეთი აგრესიულია, რაღაცა ფორმით აუცილებლად უნდა გაეცეს ამას პასუხი. ქალებს თავის ფუნქცია აქვს. ქალებმა, გოგოებმა, განსაკუთრებით პატარა გოგოებმა უნდა ისეთი გინება შესთავაზონ აი ამ პროცესს, რომელიც ახალისებს იმ ბიჭებს, რომელიც წინა პლანზე დგანან. ეს ყველაფერი გეგმა, სცენარია. ეგ სიმღერა მე მგონი თქვენ და მაგათ ყველას ერთად გეკუთვნით. მათი შინაარსიც და ცოტა მეტიც კიდე 10-ჯერ მეტი. მაგრამ ამას სპეციალურად როცა უკეთებთ აი ამას ორგანიზებას, რომ ადამიანი გამოიყენო წყობილებიდან, ესროლო, შეაგინო, რასაკვირველი იქიდან შეიძლება პასუხი მიიღო. მაგერ ბატონო რუსთავზე სადაც იკრიბებიან ის 20 თუ 15 კაცი, ვინმე ხელს უშლის, დგანან და მე რამდენი დღე თვითონ ითვლიან, რომ ჩვენ არც გვაინტერესებს, აი ამ თავის ეგრეთ წოდებულ რაღაც გამოხატულება აქვს, რაღაც თავისუფლება და რაღაც აგრესია და ასე შემდეგ. ვინმე ხელს უშლის არა. მართველი პარტიის ოფისთან მოვიდნენ. ჯერ უშუალო სიტყვებით, მერე ლანძღავენ, მერე იგინებიან და ბოლო მოხდა ის რაც მოხდა. ქალები ქაჯები იდგნენ, რომელიც იწევლებიან, იგინებიან. ის ქალის სიტყვა, ისინი რასაც კადრულობდნენ ეს ამ დღეების განმავლობაში.
თუმცა ქართული ოცნების მუქარის მიუხედავად პროტესტი არათუ შეწყდება, არამედ სავარაუდოდ კიდევ უფრო მასშტაბურიც გახდება. ჩვენ დღეს ამ თემაზე მოვისმინეთ კოალიცია ცვლილებისთვის საგანგებო ბრიფინგი. ლიდერებმა თქვეს, რომ თავადაც შეუერთდებიან იმ შეკრებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მიერ დღეს დაანონსდა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნების წარმომადგენლები ტიტუშკების გამოყენებით ისევ შეეცდებიან მოქალაქეებზე ძალადობას, პასუხიც არ დააყოვნებს. მოვისმინეთ ეს ჩვენ კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერების მხრიდან საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით გაიმართა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ახლა ქართული ოცნების მიზანი არის მოქალაქეების დაშინება, ქვეყნის შიგნით სწორედ შიშის ატმოსფეროს ჩამოყალიბება, რაც საგარეო მიმართულებით ქვეყნის იზოლირების ამოცანასაც უნდა დაეხმაროს. ეს არის არაადამიანური, არაქართული შეურაცხყოფელი მთელი ჩვენი სახელმწიფოსი, ქართველობის, საქართველოსი და აღარ ვლაპარაკობ ევროპულ პერსპექტივაზე. ეს სამწუხაროდ არ არის გასაკვირი რუსული ოცნებისგან, იმიტომ რომ სწორედ ეს არ გვინდა ჩვენ, როდესაც ვებრძვით რუსულ ოცნებას. თავარია რომ მათ იცოდნენ, რომ არც ერთი მსგავსი გამოხტომა, მშვიდობიანი, ხელცარიელი, ახალგაზრდა მოქალაქეების თუ არა ახალგაზრდა მოქალაქეების წინააღმდეგ არ ჩაივლის რეაგირების გარეშე. დღეს 7 საათზე ფილარმონიასთან აქტივისტებმა დაანონსეს აქცია და ჩვენ როგორც გუშინ მთელი კოალიციის შემადგენლობით რა თქმა უნდა უერთდებით ამ აქციას, რა თქმა უნდა ვიქნებით იქ და რა თქმა უნდა ყოველ ჯერზე მიიღებს პასუხს ყველა ეს მოძალადე, რომელიც ესე იქცევა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართული საზოგადოება უნდა იყოს ერთმუშტად შეკრული იმისათვის, რომ ეს ძალიან დიდი საფრთხე ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, რაც შეიძლება სწრაფად, მშვიდობიანად ხელისუფლებას და სახელმწიფო ბერკეტებს ჩამოაცილოთ. თორემ თუ ასე გაგრძელდა ყოველი დღე, ყოველი კვირა ამ ბანდის ხელისუფლებაში არსებობისა, ერთის მხრივ მიაქანებს საქართველოს იმ უფსკულისკენ, რასაც საერთაშორისო იზოლაცია და რუსეთის უკანა ეზოთ რუსეთის დამონებულ კვაზი სახელმწიფოდ გადაქცევა ქვია და მეორე მხრივ ქვეყნის შიგნით ქართველებისგან იცლება საქართველო. ხელისუფლება, რომელიც რუსულ-მონღოლური მოდელით აპირებს ქვეყნის მართვას, იძულებული ხდება, რომ გამოიყენოს პირველყოფილი მეთოდები მართვისა. მან გამოიყენა ამ საზოგადოების ნალექი, ამ საზოგადოების მართლა ჩვეულებრივი ანტისანიტარიული ნაწილი, იმისთვის, რომ გამოყაროს ქალაქის ცენტრში და მშვიდობიან მომიტინგეებზე დაგეშოს. ამით შექმნას იმიტაცია, რომ რაიმე სამოქალაქო დაპირისპირება, სინამდვილე შარევთერ სამოქალაქო დაპირისპირება არ არის. ისევ ტიტუშკების გამოყენებით თუ მათ გარეშე საქართველოს მოქალაქეების პროტესტის საპასუხოდ უკვე დღეს რეაგირების რა ზომას შეარჩევს ქართული ოცნება. ახლა მხოლოდ ეს რჩება გასარკვევი, რადგან როგორც უკვე გითხარით, ქართული ოცნების წარმომადგენლებმა საათებით ადრე, ვიდრე ეს შეკრება დაიწყება, უკვე დაანონსეს მუქარა და თქვეს, რომ იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეები ისევ შეიკრიბებიან მელიქიშვილის გამზირზე, მათ ისევ ექნებათ შესაბამისი რეაგირება, რაშიც უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართული ოცნება ისევ მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობას გულისხმობს. შეკრება კი, როგორც გითხარით, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქტივისტების მიერ 7 საათზე დაანონსდა და ამ შეკრებას უერთდებიან ოპოზიციონერი ლიდერებიც.